რა პოტენციალი აქვს საქართველოს? საქართველოს და რას ვაწარმოებთ? ხო, თავარი არის ვაჭრობა. ვაჭრობა და წარმოება არის თავარი, რას აწარმოებ, რას ყიდი მსოფლიო ბაზარზე, რა შემოგაკ, ეს არის თავარი პროცესი. დანარჩენი ეს ლირიკა, დემოკრატია და რაღაცები და უფლებები და ისე. ჩვენ გვაქვს ღვინო, ერთ-ერთი მთავარი აგროკულტურა, ჩვენ გვაქვს ციტრუსი, ჩვენ გვაქვს ხილი, ჩვენ გვაქვს ბოსტნეული. და პოტენციალიც ამის ზრდის გვაქვს და თხილი გვაქვს, ხო, თხილი, იქ ნუშები მომრავლდა ახლა, ნუშის პლანტაციებია და სხვადასხვა სახეობის თხილი. ეხლა შევხედოთ ევროპას, რა ხდება აი ამ კუთხით. ეს საქონელი იქ რამდენად გაყიდვადია ჩვენ. წელს საფრანგეთის მთავრობამ წაახალისა ბორდოს მევენახეები და 40,000 ჰექტარი ბორდოში მევენახეები გაიჩეხება. ასეთია გეგმა. თითო ჰექტარის გაჩეხვაში 6,000 ევროს უხდის საფრანგეთის მთავრობა მევენახეებს. რატომ? იმიტომ რომ ჭარბ წარმოება ღვინოს აწარმოებს ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ცოტა საბერძნეთიც. ყველა აწარმოებს იქ ღვინოს. ანუ შესაბამისად თავისივე ღვინოს, რომელიც ასევე სუბსიდირებულია. აი ხა მე ანდორაში ვიყავი, ღვინო ყიდა 1 ევრო. ძალიან კარგი ღვინო, ესპანური ღვინოები. 1 ევრო, ერთი ბოთლი. წითელი ღვინო, თეთრი უფრო იაფიც იყო 80 ევროცენტი. 2-3 ევროთ იყიდი გადასარევ ღვინოს რა, რეალური ვითარება ეგ არის. შესაბამისად ჩვენი ღვინის პერსპექტივები ევროპაში არის, თუ აი რა გითხრათ, მიზერული. ერთ-ერთმა კომპანიამ მოდელირება გააკეთა და აი გერმანიაში უნდათ გაყიდვა ღვინის, დაუკვეთა კვლევა და რაღაც მათემატიკური ალგორითმული მოდელით გამოიყვანეს. ეგ რამდენი კითხვა ასეთ დაუსვა სპეციალისტებს, რომ რამდენი უნდა დავხარჯო რეკლამაში, რომ გერმანიაში ქართული ღვინის გაყიდვა მიაღწიოს რუსეთის დონეს, რადგანაც რუსეთში ვიყიდე. დაუთვალეს, რომ 4 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯოს, ესე იგი, რეკლამაზე, რომ გაყიდოს იმდენი, რამდენსაც, ანუ რუსეთში იყიდება დაახლოებით 150 თუ 160 მილიონი დოლარის ღვინო, ხო, შესაბამისად, არა რენტაბელურია. ანუ ღვინის თემა, აი პოლონეთი კიდე ყიდულობს ცოტას, ჩეხეთი ისიც ძველი რაღაც ძველი ნოსტალგიებით და იმიტომ რომ ბრენდია საფერავი და ეს ცნობილია. დანარჩენს ეს ჩვენი ღვინო არ უნდა ეხლა თავისი აქვს. ეხლა ციტრუსი არის სუბსიდირებული, გაცილებით უფრო იაფი, გაცილებით უფრო მოვლილი, ვერ ვიტყვი რომ ხარისხი ჩვენი მაინც ჯობია, იმიტომ რომ ჩვენთან იმდენი შხამქიმიკატები არ იხმარება როგორც იქ. მაგრამ გარედან ასე ვთქვით, ფასადი გაცილებით უკეთესია. და პირიქით აი საბერძნეთს გააჩეხინეს ევროკავშირმა ეს ციტრუსის პლანტაციები, მიაქვს ევროპა ციტრუსი. ხილი, ბოსტნეული ასევე იქ საერთოდ ჭარბ წარმოება. შესაბამისად, ჩვენ გამოდის რომ ერთადერთი რაც იყიდება ეს არის თხილი, იმიტომ რომ ევროპაში არ არის თხილი იმდენად კულტივირებული, იტალიაში კი არის, მაგრამ იმდენად არა და თურქეთი ამარაგებს მათ. და ასევე იყიდება რა ოქროს ყიდულობს შვეიცარია, ხო, ოქროს სპილენძ. ევროპის ბაზარი როგორც ასეთი ჩვენთვის ამ ეტაპზე მიმზიდველი არ არის. ეს ერთი. ეხლა სხვა საკითხი, ევროპას ჩვენთან აქვს საოცრად არასამართლიანი ვაჭრობის რეჟიმი, როდესაც მათ შემოაქვთ საბაჟო ტარიფების გარეშე 5-ჯერ მეტი ღირებულების საქმდელი, ვიდრე ჩვენ მათთან. ეს შეთანხმებაც სულ კვოტებით არის, კვოტაზე მეც ვერ შეიტან, სტანდარტები ისეთი არ არის, რომელსაც ჩვენ ვართ მიჩვეული და სტანდარტების მორგება დიდი ფული ჯდება, ესეც პრობლემა არის. მოკლედ, გარდა ამისა, ევროკავშირში წევრობა იცით რას ნიშნავს, რომ საბაჟო პოლიტიკას თლიანად წარმართავს ბრიუსელი და შენ უფლება არ გაქვს არაფრის გაკეთების. საგარეო ეკონომიკური ვაჭრობის შეთანხმებებს წარმართავს ბრიუსელი. ანუ ევროკავშირში წევრობა ნიშნავს, რომ სუვერენიტეტის დიდი ნაწილი შენ უნდა დაათმო, მაგალითად თევზჭერის პოლიტიკას შავ ზღვაში თევზი როგორ უნდა დაიჭირო, რამდენი უნდა დაიჭირო და ვინ უნდა დაიჭიროს, შენ ვეღარ განსაზღვრავ, შენ სანაპიროს. განსაზღვრავს ბრიუსელი, ფონ დერ ლაიენი და იქ არის აგრარული კომისარი, ვინც არის.
და ბევრი ტრანსპორტში, ენერგეტიკაში ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენ თმობ სუვერენიტეტს და ჩვენ ახლა მე კარგით დაუშვათ დავთმეთ და კარგი ცხოვრება უნდა მოვიდეს, ხო? ლოგიკურია, მაღალი ხელფასები უნდა გქონდეს, საერთო ინვესტიციები. მაგრამ მოდი აბა შევხედოთ ერთი ვინც არის უკვე 15 წელია რუმინეთი და ბულგარეთი წევრები ევროკავშირის. რა ხდება იქ? მე გეტყვით ახლა რა ხდება? რა მოგება ნახეს აქ ხო პირიქით? მე გეტყვით რა ხდება. ესე იგი ბულგარეთის თლიანი შიდა პროდუქტი ერთსულ მოსახლეზე არის $16,000. რუმინეთის $18,000. საქართველოსი რეალური ჭრილში მყოფი ეკონომიკის გათვალისწინებითაც წელს არის 90 მილიარდი ლარი მთლიანი შიდა პროდუქტი, ჭრილში არის მსოფლიო ბანკის დათვლით 45%, ანუ დაახლოებით 125-130 მილიარდია რეალური ქართული ეკონომიკა. რაც ნიშნავს იმას, რომ 12,900 ამერიკული დოლარი ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი და მსხვილობითი პარიტეტით ორჯერ მეტი. გამოდის, რომ 1-2 წელიწადში თითქმის $13,000 გამოდის, ხო? 1-2 წელიწადში ბულგარეთსაც გავასწრებთ, თუ ეს ტემპი შევინარჩუნეთ და რუმინეთსაც. ახლა ნახოთ რა ხდება. საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 15%. ბულგარეთში და რუმინეთში ორივეში 22%. ანუ რა გამოდის, რომ ეს ევროკავშირში წევრობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა კარგად იქნება. კეთილდღეობას ერთად მიდიან, ხო? რა თქმა უნდა. კი, იქ მოემატა დაუშვათ ევროკავშირში რომ შევიდნენ, მოემატა ფასი დაუშვათ მიწას, ბინას რომელშიც ცხოვრობდნენ, ანუ კაპიტალიზაცია გაიზარდა, რაღაცა იქ ინვესტიციები შევიდა, ხელფასები გაიზარდა, ეს უდაოდ ასე არის, მაგრამ ამავე დროს გაიზარდა ცხოვრების ინფლაცია და ფასები. ამავე დროს გაიზარდა კომუნალური ტარიფები. დენი, წყალი, გაზი, ეს კატასტროფული ფასებია მაგალითად. ხო. შესაბამისად, დაუშვათ მანამდე თუ ქონდა $500 და ყოფნიდა 1000 სახეობის პროდუქტზე, ეხლა აქ €1200 თუ €1500 და ყოფნის 800, ანუ წყვილობით უნარიანობით იგივე უკეთესობა მაინც არის, იმიტომ რომ ეხლა შედარებით, მაგრამ არა განსაზღვრელი. ხო, მაგრამ ვაიმე დედა ეს რა მაგარი რაღაცა გააკეთა ევროკავშირმა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეხლა ჩვენზე მეტი სიღარიბე აქვს 22%-ია, ეს არის ოფიციალური მონაცემები მსოფლიო ბანკის და ევროსტატიც იგივეს ადასტურებს.